ესენი რასაც ახლა მე გაჩვენებთ არის რეალური ფოტოები. ამას ხალხი როცა ხედავს, რელიგიურ კონტექსტში განეხილავენ ხოლმე. ვიღაცას ედო ამ ჩანჩქერის ვიდეოები Facebook-ზე ამდენიმე დღის წინ ნახე და წარმოიდგინეთ Facebook კომენტარებში რა მოხდებოდა. მოდი მე არ გავახმოვანებ. ახლა ნახეთ. ყველაფერს ხომ ჭირდება სიცოცხლისთვის მზე, მზის სხივი, სინათლე. ანტარქტიდაზე არსებობენ ბაქტერიები, რომლებსაც არ ჭირდებათ. რადგან ყინულის ქვეშ ვერ აღწევს მზე. იქ ცხოვრებ ბაქტერიებს კიდე სიცოცხლე უნდათ და თოცხლობენ როგორღაც. ეს ბაქტერიები რკინისა და გოგირდისგან იღებენ სასიცოცხლო ენერგიას. ზუსტად არ ვამბობ, მაგრამ ვეცდები ისე ვთქვა, რომ მაქსიმალურად გასაგები იყოს. ეს ბაქტერიები რკინისა და გოგირდის ჟანგბისგან, რაც ენერგია გამოიყოფა, მაგის ხარჯზე ცოცხლობენ. ქემიოსინთეტიკური ბაქტერიები ეწოდებათ ასეთ ბაქტერიებს. ანუ წყალში მზე ვერ აღწევს, მაგრამ ეს წყალი მდიდარია დაიქაური ქანები რკინით და გოგირდით. ეს რკინა და გოგირდი რომ იჟანგება, ამ დაჟანგმაში ხო არის ენერგია და ამ ენერგიას იწოვენ. ამ პროცესს, სადაც მზე არ არის და ბაქტერიები ჟანგვიდან მიღებულ ენერგიაზე ცოცხლობენ, ქემიოსინთეზი ეწოდება. ქემიოლითო-ავტოტროფული ბაქტერიები. ეს პროცესი ხო ხდება შიგნით. რა ხდება ზემოთ, როცა ეს წყალი ამოაღწევს. ძალიან მარილიანია და ძალიან ბევრ რკინას შეიცავს. მზეზე და ჟანგბადთან შეხებისას ეგრევე იჟანგება და წითელ ფერს იღებს. და ასე ვიღებთ ჩანჩქერებს, რომელსაც გვია სისხლიანი ჩანჩქერები. და ამ ფოტოებს Facebook-ზე თუ დაპოსტავთ, საინტერესო უკავშირს მიიღებთ.